რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული შორი მოქმედების იერიშის გამო პოლონეთის ორ აეროპორტში მუშაობა შეჩერდა. ვარშავამ ლუბლინისა და ჟეშოვის აეროპორტების რამდენიმე საათით დახურვის გადაწყვეტილება პრევენციის სახით მიიღო. პოლონეთის საჰაერო სივრცეში სამხედრო საავიაციო ოპერაციის ჩასატარებლად. შემთხვევა გამთენიისას დილის 5-ის ნახევარზე მოხდა. რუსეთის გაძლიერებული იერიშების ფონზე პოლონეთის მეზობელი უკრაინის ქალაქებზე, დრონებითა და რაკეტებით. პოლონეთის საჰაერო სივრცეში დასრულდა სამხედრო საავიაციო ოპერაცია, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის იერიშით იქნა გამოწვეული. საჰაერო თავდაცვამ და რადარების სისტემამ მუშაობა სტანდარტულად აღადგინა. პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა არ დაფიქსირდა. მადლობას ვუხდით ნატოსა და გერმანიის საჰაერო ძალებს, რომლებიც დაგვეხმარნენ პოლონეთის საჰაერო სივრცეში უსაფრთხოება უზრუნველყვეყო. მადლობას ვუხდით ჰოლანდიის შეიარაღებულ ძალებს საჰაერო თავდაცვის სისტემების დახმარებისათვის. ნატოს ძალების ამგვარი მობილიზება ალიანსში გაზრდილი მზაობის ერთგვარი დემონსტრირებაა, თუმცა იმ საფრთხისაც, რომელსაც რუსეთი მოკავშირეებს უქმნის. ეს კი პირველი შემთხვევა არაა, არც რუსული დრონების გამოჩენა სიახლე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ასეთი რამ პოლონეთის გარდა არაერთი ევროპული ქვეყნის საჰაერო სივრცეში მომხდარა. სწორედ ამიტომ ევროკავშირსა და ნატოს სამხრივ ახალი მიდგომები და სიფრთხილის ახალი ზომები აქვთ ამოქმედებული. სურს განმაცხადოთ ჩვენი სამხედრო რადარების შესახებ იდენტიფიცირებული ბუშტის მაგვარი ობიექტის შესახებ, რომელმაც პოლონეთის საჰაერო სივრცეში ბელარუსიდან შემოაღწია. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და საფრთხეს არ უქმნის პოლონეთის მოსახლეობას. თუმცა მსგავსი ინციდენტები პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ხშირად შეინიშნება. პოლონეთის შეიარაღებული ძალების საოპერაციო მეთაურობა მოქმედებს შესაბამისად სწრაფი პასუხისა და ამგვარი ობიექტების თუ პირების დაკავების თვალსაზრისით, რომლებიც მსგავს ინციდენტებში მონაწილეობენ. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ სიტუაციას და ვრჩებით მუდმივ მზაობაში, რათა პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოება უზრუნველყოთ. ყველაფერთან ერთად, გასულ კვირას ევროკავშირმა ახალი სტრატეგია შეიმუშავა მავნე დრონებთან გასამკლავებლად, რომლებმაც ევროპის ცაზე გამოჩენით კონტინენტი საფრთხეებზე აალაპარაკა.